ხოლო მოვიპატიჟოთ ჩვენი სტუმარი თორნიკე თოხაძე ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე გვერდდება პირდაპირ ეთერში, რომელიც ისაუბრებს უფრო დეტალურად თუ რა უნდა იყოს ის პრევენციის გზები. და ეს ძალიან საინტერესო თემაა. მოგესალმებით. ბატონო, პრევენციის გზები იმისათვის რომ დავიცვათ თავი. თანამედროვე სტუდიაში ილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო თორნიკე, ჩვენ არაერთხელ დავპირდით მაყურებელს თქვენს შემოსვლამდე, რომ კონკრეტულ რჩევებს მივცემდით მათ თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ფიშინგისგან. მოდით დავიწყოთ პირდაპირ. ბოლო პერიოდში რა არის ყველაზე გავრცელებული, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბმულებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად. გარდა ამისა, ონლაინ შეთავაზებები, ონლაინ კომერციის განვითარების ფონზე არის ალბათ საკმაოდ დიდი გამოწვევა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? შთამბეჭდავი იყო სტატისტიკა, რომელსაც ყურადღებით ვუსმენდი სტუდიაში შემოსვლამდე და ჩვენ ხედავთ ყველა, რომ ამ მიმართულებით აქტივობა ძალიან გაზრდილია და ამ აქტივობას ხელს უწყობს ასევე თვითონ ტექნოლოგიების განვითარება, სადაც უკვე კიბერდამნაშავეები იყენებენ AI-ში ინტეგრირებულ სისტემებს, რომელიც ძალიან ყურადღებით და ძალიან სკრუპულოზურად სწავლობს ადამიანის ქცევას, შესაბამისად აი ამ სატყუარის, ასე ვთქვათ, ფიშინგის შემთხვევაში სატყუარის გადმოგდება, ეს იქნება იმეილის საშუალებით, ეს იქნება მეილის SMS შეტყობინების საშუალებით, ვებგვერდებზე განთავსებული სარეკლამო თუ სხვადასხვა ტიპის სპეციალიზირებული შეთავაზებების თვალსაზრისით ძალიან იხვეწება. ამიტომ რისკებშიც საერთაშორისო სტატისტიკაშიც უკვე ასახულია, რომ რისკები გაზრდილია და ეს რისკები გამომდინარეობს სწორედ აქედან, რომ ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ხაზგასმულად მინდა ვთქვა, რომ AI ტექნოლოგია, რომელიც სწავლობს იმეილის შინაარსს, სწავლობს მის მისამართებს, იგონებს ახალ ტაქტიკებს იმისთვის, რომ როგორ წამოაგოს მომხმარებელი სატყუარს. ბატონო თორნიკე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არ უნდა გავხდეთ манипуляციის მსხვერპლი და გარდა ამისა არ უნდა მოვიხიბლოთ არარეალური შეთავაზებებით. იმ ფონზე, როდესაც მეტნაკლებად საზოგადოებაში ეს ინფორმაცია მუსირებს და იცის მეტნაკლებად საზოგადოებამ ამ ყველაფრის შესახებ. მომხმარებლის ცნობიერების დონე რამდენად არის გაზრდილი. ბუნებრივია ალბათ AI-ის განვითარების პირდაპირ პროპორციულად ეს ვერ იქნება, მაგრამ მაინც რა დონეზე. საკმარისი კამპანიები იმართება აი ამის პრევენციის. ძირითადი პრევენცია სწორედ კამპანიებზე, ინფორმირებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე გადის, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ვინ არის სამიზნე ასეთი ტიპის სატყუარების საშუალებით შეიყვანონ ფინანსურ თუ სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებში. აქ არ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ მაინდა-მაინც პირველივე შემთხვევაზე თანხა გამოსწავლონ ან დააზიანონ. ეს შეიძლება იყოს კომპიუტერის დავირუსება, ქსელის მოწყვლადობა, ასე თქვა, შეღწევადობა ქსელში, სხვა ტიპის ინფორმაციის გამოძალვა, რომელიც პირდაპირ ფინანსებს არ უკავშირდება, მაგალითად ორგანიზაციებში, საქართველოშიც და ზოგადად ითვლება, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი არის ყველაზე მოწყვლადი ამ თვალსაზრისით და ადამიანების დონეზე რო ჩამოვიდეთ, ეს არის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში და მათ ყოველდღიურად შეხება აქვთ ფინანსებთან, ბუღალტერიასთან, კომპანიის მონაცემთა ბაზებთან, როგორიც არის დამკვეთების მონაცემთა ბაზა, როგორიც არის მომწოდებლების და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციის ხელში ჩაგდების შემდეგ ხდება უკვე სკრიპტის დამუშავება და რაც უფრო მაღალია დენადობა ინფორმაციის და ამაზე ხელმისაწვდომა, მით უფრო იზრდება რისკი და თან ერთი დამახასიათებელი, რაც ასევე მოწყვლად მიმართულებას ახასიათებს, არის არ აქვს სპეციალიზირებული ბიუჯეტები ამ მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ იმ კამპანიებს და იმ მექანიზმებს. ანუ პერსონალურ პასუხისმგებლობასთან ერთად აქ უკვე დღის წესრიგში დგება კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობა. აბსოლუტურად გეთანხმებით. დიახ, ეს არის კომპანიების პასუხისმგებლობაც და პერსონალური პასუხისმგებლობაც, მაგრამ ზოგადად ეს საერთო პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ თანამშრომლობ ძირითადი პრევენციული ზომები არის მიღებული კორპორაციებში, სადაც სპეციალური ტრენინგები, სპეციალური მომზადება, ტესტირება, თანამშრომლების ქცევის შესწავლა, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით ხდება ანალიტიკა იმის თუ როგორ უნდა
რა ანომალიური მოვლენები ხდება მაგალითად ქსელურ უსაფრთხოებაში რა ხდება აი სწორედ პრაქტიკული რჩევები მინდა ახლა გთხოვოთ აი მაგალითად შეგვიძლია AI-ის წინააღმდეგ გამოვიყენოთ ხო? რა თქმა უნდა შეგვიძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო საუბარი გვაქვს, როდესაც AI გამოყენებულია ადამიანების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის რა თქმა უნდა დანაშაული, მაგრამ მეორე მხრივ სამსახურეობრივი ცხოვრება არის სწრაფი ბევრად, ინტერნეტშიც მოგზაურობის რაოდენობა სტატისტიკურადაც ხედავთ, რომ ძალიან გაზრდილია, დაჩქარებული ცხოვრების ტემპი არ აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ ოდნავ ყურადღება მოადუნოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით შემთხვევები, სადაც კომპანიები იყენებდნენ საკმაოდ მრავალდონიან უსაფრთხოების სისტემას, მაგრამ ასეთ სისტემებშიც მოხდა ეს დაახლოებით იმას გავს, ახლის გასაღები გადაცეთ ვინმეს, ანუ ეს არის პრაქტიკული ნაწილი ის, რომ პაროლების ხშირი ცვლილება. ერთ-ერთი დამახასიათებელი ქცევა ასევე არის, რომ ბევრ სხვადასხვა ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ერთი და იგივე პაროლის გამოყენება. ასევე არაფრით არ შეიძლება და ასევე მარტივად დამახსოვრებადი პაროლების გამოყენება, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად ერთულებად ამის გაკეთება ან ვერ იმახსოვრებენ და დაგვიზაროს და დავიზაროთ არასოდეს ძლიერი ავტენტიფიკაციის გზების გამოყენება, რადგან ეს შესაძლებლობა უკვე არის. დიახ, აი ეს მრავალდონიანი სისტემები, რომელიც იქ მობილური დადასტურებას გულისხმობს, იქ სხვადასხვა იმეილით დადასტურებას და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული, თავიდან ავირიდოთ. თან ამას ყველაფერს ახლავს ის, რომ ყველას გონია, რომ ეს მე არ დამემართება. ამიტომ აქ არ არის საუბარი, რომ მაგალითად ცნობიერების დონე მაინც დაბალი არის და მაგის გამო ხდება, ეს არის ფაქტორი, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გაუფრთხილდეთ უნდა ჩვენს უსაფრთხოებასაც და სხვების უსაფრთხოებასაც. მე ხაზგასმით იმიტომ ვსაუბრობ ორგანიზაციებზე, როდესაც ერთი ადამიანის მიერ დაშვებული კონკრეტული შეცდომა შესაძლებელია უკვე გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ბიზნესის შეფერხება, რეპუტაციული რისკი, სხვადასხვა ტიპის მონაცემების გაჟონვა და ბატონო თორნიკე ცოტა დრო გრჩება, მაგრამ ბოლოს აუცილებლად მინდა ძალიან მოკლედ გკითხოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში საქართველოს როლზე და ადგილზე გკითხოთ საერთაშორისო პრიზმიდან ჩვენ როგორ ვხედავთ? რთული კითხვა ამ მომენტისთვის, ვინაიდან არსებობს გარკვეული ბუნდოვანება, რომელიც ამ ეტაპზე იწვევს მცირე შეფერხებებს IT მიმართულებით, მაგალითად თუ შევადარებთ საერთაშორისო ტრანზაქციებს და ექსპორტთან დაკავშირებულ შემოსავალს, ამ მიმართულებით არის კლება და საერთაშორისო კომპანიები გარკვეული რისკებიდან გამომდინარე ცოტა ფრთხილად ეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას და ასევე არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება არ ვახსენოთ ადამიანური კაპიტალი, რომელზეც დგას მთელი IT სექტორი, ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით გადინება მაღალია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი სტატისტიკა რაც ჩვენ გვაქვს, გადინებისკენ მიმართული ადამიანების რაოდენობა იზრდება. ანუ ეს ჯერ არ არის დაფიქსირებული ტენდენცია მზადდება, რომ ეს მოხდეს. საქართველოს კარგი პოზიციები ქონდა, ესე იგი საგადასახადო მოქნილობის თვალსაზრისით, მაგრამ აქაც ორი ფაქტორი მუშაობს. ერთი თვითონ ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად იზიდავს ადამიანებს სხვადასხვა სწრაფად მზარდი ბაზრებისკენ და მეორე საკითხი არის კონკურენცია, რომელსაც სხვა ქვეყნებიც უკვე თავაზობენ ახორციელებენ ცვლილებებს საგადასახადო სისტემებში. კი ბატონო, მაგრამ არსებული პოტენციალის გათვალისწინებით ჩვენ მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ტენდენციები შეიცვლება და ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციას რეგიონის მასშტაბით მაინც საკმაოდ მოკლევადებში დარწმუნებული ვართ მაგაში, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და საქართველოს შეინარჩუნებს იმ პოზიციას, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია და ჩვენი ხედვით არის განსაზღვრული. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თორნიკე თოხაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობდით ჩვენს ეთერში, საუბრობდით ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე და ასევე ფიშინგის მიმართულებით. საკმაოდ საინტერესო რჩევები მოვისმინეთ ალბათ დამეთან. იმდენად საინტერესო, რომ შეიძლება არც გაგვეშვა დღეს ეთერიდან, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ საინტერესო და მეტად საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის.